მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო გამომწერებო, როგორ ხართ? მოკლედ გუშინ შემხვდა ერთი ვიდეო. უბრალოდ ვერ მოვიჩვენე, რომ არ მეპასუხა ამ ვიდეოსთვის. ესე იგი, ქეთი ედიბუნაშვილის დასაცინი რო გახდება ემიგრანტი. არ ვიცი ხალხმა რა გითხრათ რა. აი უბრალოდ ადამიანი, რომელიც ნახევარზე, 100%-დან ალბათ 50% ემიგრანტი ურიცხავს ფულს. ქეთი ედიბუნაშვილს. აი უბრალოდ რა არის ხალხმა? 1000 გაჭირვებულია საქართველოში. 1000 ღარიბი ხატაკია საქართველოში, რომელიც შეიძლება ამ ახალ წელსაც არაფერი არ ქონდეს. აი უბრალოდ არ მისმის ერთი რაღაცა. არ მაინტერესებს ეს კაცი. ეს აი ერის საქართველოს სირცხვილია ეს კაცი. უბრალოდ მძინარეა ქალს რო უყურებენ 4 და 5000 ადამიანი. ქეთის კი არა, აი მათ თქვენ რა გეშველებათ. და ახლა ემიგრანტებს მოგვადგა ეს ძაძაგელი, ეს უნამუსო, ეს საქართველოს და ყველა სირცხვილი რა. ახლა თქვენ მოусმინეთ რა სიძახის. შაბანები და გახეხები მე გააკეთეთ. მიატოვეთ ის მოხუცის მოვლა 1-10 წუთი და შაბანები და გახეხები მე გააკეთეთ. ქეთი ედიბუნაშვილო, საჯაროდ ფორთხვით მუხლებზე დაჩოქილი ბოდის მოუხდი ემიგრანტებს. და შენ არამზადა ქალო. შენ როგორ არ მინდა რომ კიდე ბევრი რაღაცა ვთქვა ახლა და შეურაცხყოფაზე გადავიდე, იმიტომ აი შენ რო პასუხს გაგცემს ადამიანი, აი არ ვიცი რა. აი მწვენეა კიდევაც, მაგრამ როცა ემიგრანტებს ეხებიან და ემიგრანტს ეხება ვინმე, აი მაშინ უკვე ვეღარ ვაზროვნებ. შენ გარეწარო და კიდე პლუს შენ კარგი, მაგრამ შენთან ერთად ვინც ღლიცინებს კიდე იქ. ესე იგი შენ თქვი, მაგრამ იმ ვიღაცამ ხო იღლიცინა და იმანაც დაცინა ემიგრანტებს. ხო და სასწრაფოდ მოიხდი ბოდიშ თან ხოხвით მუხლებზე დაჭოკილი. შე არა ადამიანო ქალა, შე გარეწარო. შე არა ადამიანო მართლა შენ. შენ უნამუსო ქალო შენ. შენ რამდენი სუფლებას აძლევ შენ თავზე კიდე ვიღაცა გამოხდება იღრე ჩოიტვა ვინ ხარ შენ არა ადამიანო. რა ის ცოდვა ხარ შენ აფირისტო შენ. შენ ყველაფერს თამაშობ და ესე ხალხს ძალავ ბულს. ხალხის ბრალია შენი კი არა. ხალხმა გაგაბიარა შენ უტვინო ქალო შენ ჩერჩეტო შენ. ესო არ ჩამეწერა. უბრალოდ აი ვერ მოვითმინე. ეს ვიგინდა რა ქალი ეს.